საღამო მშვიდობის ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, რა თქმა უნდა, კომედი არხის ერთგულ მაყურებელო და თქვენ უყურებთ რა შეხსენება კიდათ, მაგრამ მოითხოვს რომ თქვა საქართველოს ფანოხს. ყველაზე რეიტინგული გადაცემა, რა თქმა უნდა, სხვა ტელეარხების გულის გასახეთქად, მაგრამ 100.000 რა ვქნათ, ჩემო ბატონო, რა ვქნათ. გინდა იჯერეთ, გინდა რა საქართველოს ფანოყი მე პალატა გულიაშვილია და მკვირცხლად წარმოგიდგენთ ჟიურის. ვახობი ჭიკაშვილი, ნიკოლოს არაბიძე და ქუჩის ბიჭები, რომლებმაც არაჩვეულებრივად გვიმღერეს გუში და დღესაც შემოგთავაზებენ, იმედი მაქვს, კარგ სიმღერას. 10,000 ლარი, 10,000 ლარისთვის ბრძოლა გრძელდება და ილოდებიან ადამიანები, რომელსაც გულშინ გულშემატკივრობდნენ თავის მეწყვილეებს, ასე ვთქვათ, მაგრამ ნახოთ ეხლა რა შემოგთავაზებენ, გაითვალისწინებენ თუ არა ჟიურის რჩევებს. თეატრალურობასთან დაკავშირებით, რაც ზურამაც გირჩიათ და ჩემი რჩევაც იქნება. ყოველ შემთხვევაში ბევრი აღარ ვისაუბროთ. ქალბატონი გახსნის დღევანდელ ტურს და გახლავთ ეს ქალბატონი ახალ მოსული შვილი ხათუნა. მოგესალმებით. თურმე და საბავიდა, რაც სამყარო შობილა, უმეგობროდ ქართველი არასოდეს ყოფილა. ჩვენი ჯიში სენია, ეშვება ქართული, მეგობრებში გრიალი, ხინი დარდი მანდული, თუ სიმღერა წყალობა უფლის, სურ სიმღერით მოვიარო გზები, მეგობარო შემაგებე გული, დამიტოვე ასაფრენი ფრთები, მეგობარო შემაგებე გული, დამიტოვე ასაფრენი ფრთები. Yamanaba, yamada, yamanaba, 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 yamada, yamanaba, 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 yamada, yamanaba, 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 yamada. საქართველო თუ გიყვარს, სულ ერთია ვინახარ, რა ერის ხარ არჯულის, მე შენ მაინც მიყვარხარ. საკუთარ თავს განაცლე, არ გეგონო სულელი, ძმობა ჩვენი სენია, სენი განუკურნელი, თუ სიმღერა წყალობა უფლის, სურ სიმღერით მოვიარო გზები, მეგობარო შემაგებე გული, დამიტოვე ასაფრენი ფრთები, მეგობარო შემაგებე გული, დამიტოვე ასაფრენი ფრთები, მეგობარო შემაგებე გული, დამიტოვე ასაფრენი ფრთები. Yamanaba, yamada, yamanaba, 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 yamada. ხათუნა ასეთი გახსნა იყო არაჩვეულებრივი, მშვენი როდ გამოიყურები მინდა გითხრა და მოდი ზურა დავიწყოთ შენგან. ესე იგი პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ კიდევ ერთხელ მოგვეც საშუალება ამ არაჩვეულებრივ ესე თქვათ კონკურსში ჟიურიში დამჯდარიყავით. ხათუნა ძალიან ლამაზი ხარ პირველ რიგში ეს მინდა გითხრა. აპლოდისმენტები ხათუნას.
რავი, ძალიან მომეწონა და პირდაპირ 10-იანი დავიწყე. ბევრს არ ვილაპარაკებ, ძალიან კარგი იყო. უბრალოდ ცოტა აი მის ამღერამდე სანამ მიდიოდი, სიტყვები არ იყო გამოკვეთილი. ან ეს ტექნიკური პრობლემა იყო მიკროფონთან, ესე ვთქვათ, ახლოს სიტყვები არ მესმოდა პირველ ნაწილში. მე უკვე გამოასწორე, მაგრამ 10-იანი მოკლედ. 10 ქულა, დიდი მადლობა. ნიკოლოზ, გისმენთ. მე მინდა ვთქვა, რომ უფრო და უფრო რთულდება, როგორც ვიცით, ჩვენი კონკურსი, რახან მივდივარ და ყოველ შაბათ-კვირას ერთი მონაწილე გვაკლდება. ხათუნას რა შემიძლია უთხრა, რომ სხვათა შორის მე მომეწონა დღეს თქვენი შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები ხა ყველას აქვს და ასეც შეიძლება არ უნდა იყოს, მაგრამ ხდება ხოლმე ასე. მაგრამ დღეს მინდა გითხრათ, რომ წინა ტურთან შედარებით უფრო მომეწონა თქვენი დღევანდელი ნამღერი და მოდით მე 10-იანს დაგიწევთ დღეს. გადასარევი. ნიკოლოზისგანაც 10 ქულა და ვახო, გისმენთ. მე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ხათუნას გამოსვლებში ყველაზე ძალიან მომეწონა ეს ნამღერი და ამიტომ უდაოდ 10-იანს დაუწევთ დღეს. მინდა რომ 3-10-იანი, მადლობა რაღაცა ვახო. თითქოს სტილიც მიაგნო, შეიძლება ითქვას ამ ადამიანმა ამ ძიებაში და ძალიან მოგიხდა. ანუ დამსახურებული 10 ქულა ვახოსგან. დიდი მადლობა ვახო და პაატა. პაატა იტყვის იმას, რომ ხათუნა ძალიან კარგად გამოიყურები და მეორე ის, რომ დღეს 10-იანი დღეს ხათუნა. 10 ქულა. მადლობა თქვენ და მე კი უკვე გილოცავ, იმიტომ რომ გარანტირებული გაქვს შემდეგი ტური. დიდი მადლობა, აპლოდისმენტებით გავასილოთ ხათუნა და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო კომედი არხის ერთგულ მაყურებელს, რომ გრძელდება, რა თქმა უნდა, 10,000-ისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ ჭირდებათ ამ ხალხს გამხნევება, ამის გამო, იმიტომ რომ შემართებით იყვნენ, გაითვალისწინონ კიდევ და კიდევ ჟიურის რჩევები და ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ გაისიგრძეგანა ვაკო მეგენეიშვილმა. ვაკო სცენაზე. გოგო შავთვალა შენ მაცქერამ დამღალა მოდი ნუ ღარ მაწვალებ ან ხომ მითხარან არა ვინო დავლევთ ხაცარა შენ გაკოცებს ხაცარა ადანდალიდან დალი ადანდალიდან დალი ჩემი ოქრო შანდალი ადანდალიდან დალი ნელში აწმინათებენ შენ ნელში აწმინათებენ შენი შავი თვალები შენი აშკი დამწვარი ღვინოს დავეძალები ღვინო დავლევთ ხაცარა შენ გაკოცებს ხაცარა ადანდალიდან დალი ადანდალიდან დალი ჩემი ოქრო შანდალი ადანდალიდან დალი მოდი ნახელ ვიჯებო საყვარელმა რა მიხო წავიდა და დამტოვა გული ორად გამიხო ღვინოს დავლევთ ხაცარა შენ გაკოცებს ხაცარა ადანდალიდან დალი ადანდალიდან დალი ჩემი ოქრო შანდალი ადანდალიდან დალი წავიდა Dash! საყვარლის და ეშკითა ღვინოს დამილებია დავოცვილი კახური მაგდუჩების ფერია ღვინო დავლევთ ხაცარა შენ გაკოცებს ხაცარა ადანდალიდან დალი ადანდალიდან დალი ჩემი ოქრო შანდალი ადანდალიდან დალი ბრავო ვაკო, ბრავო, გადასარევი იყო. შვენიერი იყო. ყოველ შემთხვევაში მე შვენიერი განწყობა მეუფლება ხოლმე კულისებში და მაინტერესებს ხოლმე ძალიან თქვენ რას ბრძანებთ და ვახო დაიწყე. გისმენთ. როგორც აღმოვაჩინეთ, ვაკოსაც დაუწყია დალევა. შვენიერად იქეიფა ამ ადამიანმა. ამიტომ მიუხედავად
შეცდომისა, მე იმ შეცდომას არაფრად არ ვთვლი, დაუწერ 10-იანს. 10 ქულა იმიტომ რომ გილოცავ. მთელი სიმღერის მანძილზე იყო მობილიზებული თავისი ქორეოგრაფიული ელემენტებით. რა ვქნა მეტი რა გავაკეთო. რაც შეშოდნენ საჭიროებს ამ პროექტს, მე მგონი და ამაზე იყო საუბარი. მოდი ნიკოლოზ თქვი. შენ. მე ბატონო მოსამართლე. კი ბატონო. კი ბატონო, მეც მომეწონა ვაკოს სხვათა შორის აქვს ვოკალური მონაცემებიც და ღერის ეს ადამიანი რაც შეეხება იმ ყველაფერს ქორეოგრაფიას როგორც ბატონობა ხომ აღნიშნა ესეც კარგია თუმცა მე ვიტყოდი რომ მაინც უფრო მეტი და მეტი გვინდა რახან მივდივართ ზევით და ზევით შესაბამისად იზრდება ჩვენგანაც მოთხოვნა იმისა რომ უნდა იყოს უკეთეს მოდი დღეს 10-იანს დაუწერო ვაკოს მე 10 ქულა გადასარევი პაატა გისმენ ჩემო კარგო განსხვავებული ჭირდებოდა არა ნიკოლოზ მე ერთი კიდე ჩარტყვა განსხვავებულის და ნამდვილად და ვიტყოდი რომ ძალიან კარგად დაიწყო რაღაცა მობილიზებული მეგონა რომ ბოლომდე რატომღაც მეგონა რომ ცოტა კრიტიკული ვიქნები იმიტომ რომ კარგი ვოკალური მონაცემები აქვს და შემდეგ უკვე ველოდი რომ ცეკვაც კარგი იქნებოდა და მეტნაკლებად ცოტა არ იყოს ცეკვა აღარ მომეწონა და ვახო მეუბნება შენ უფრო კარგად ცეკვა ნუ მე ყოველ შემთხვევაში შევეცდებოდი რომ უფრო კარგად მეცეკვა რა ვიცი ნუ მაინც მოგცემ ესე რომ ვთქვათ შანს და 10-იანს დაუწერ 10 ქულა გადასარევი და ვნახოთ ზურა როგორ დააგვირგვინებს თუ არ დააგვირგვინებს აუცილებლად პაატა მე დავეთანხმები ნიკოლოსაც და ბატონ ვახტანგსაც იმისთვის რომ ის რაც თქვეს იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო შემოვიდა თუ არა რაღაცა ცეცხლი შემოიტანა ენერგია შემოიტანა პოზიტივი იმ პატარა შეცდომას რომელიც შეცდომა იყო ცოტა ადრე დაიწყე არ გითვლი იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ სხვა დროს ეს ანუ არ დაგემართება ხო ნერვიულობდი ღელავდი გასაგებია არაჩვეულებრივად ფლობდი ვოკალს არაჩვეულებრივად იმღერე და ცეკვაც ძალიან მომეწონა რა ვიცი პაატასგან ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული აზრი მექნება 10-იანი 10 ქულა ვაკო გილოცავ ჩემო კარგო გილოცავ და შემდეგი მონაწილედ სულ მოუთქმელად გველოდება გიორგი ცარიელაშვილი იგივე ჩუხტარიჩი ზეგლიანი კონახა ხალხის მაგურ სიყვარულის მონახა გამაგიჟა შენება ეშის ძალამა სულ დალამა დალამა გამაგიჟა შენება ეშის ძალამა სულ დალამა დალამა აგივით ხარ გოგო შენი ვიხნები რაც შეცვალე მაშინ ჩემზე ვიქრები თუ მოდი ხარ მოდი ნუ ხარ მაცვალე სულ დალამა დალამა თუ მოდი ხარ მოდი ნუ ხარ მაცვალე სულ დალამა დალამა ავადავარ შემიმხსნები შენახა ეთვალები ნეტა სურალ ვენახა თუ მოდი ხარ მოდი ნუ ხარ მაცვალე სულ დალამა დალამა თუ მოდი ხარ მოდი ნუ ხარ მაცვალე სულ დალამა დალამა მაგურ სიყვარულის მონახა გამაგიჟა შენება ეშის ძალამა სულ დალამა დალამა გამაგიჟა შენება ეშის ძალამა სულ დალამა დალამა
ჩუხტარი შეგენაც არის სუჟრუანტელმა ესე იგი ცრემლით მომადგა და ქალბატონი ნანი რო ღეროდეს ალბათ გული გამეხეოდა რა ხდება კულისებში არ იცით შეგენაც არა შევაფასო ჩუხტარიჩი ვისაც გული გიერჩით დაიწყეთ პირველმა ბატონო ჩუხტარიჩი იყო ძალიან მართალი ამ სიმღერის შესრულების დროს თავისი საყვარელი მოძრაობებითაც იყო ძალიან მართალი მოძდიოდა გულიდან ნამდვილად ყველაფერი რა ვიცი დღესდღეობით და გუშინ ყველაზე ხარისხიანი 10-იანი ჩუხტარი 10 ქულა მეც აი ზუსტად იგივე ახოს დავეთანხმები ზუსტად იგივე ემოცია წამოვიდა ზუსტად აი გამოხვედი გული და სიმართლე იმღერე და მოვიდა ჩემამდე ეს ემოცია ამიტომ 10-იანი 10 ქულა პატა ესე იგი მე მივხვდი იმას რომ დღეს ეხა უკვე ამ ამბავში ამ ტურში რომ ფანოხში ვარ ნამდვილ ფანოხში და გილოსავ ჩემო კარგო ადამიანო და ბრავო ესე იგი გაამართლე შენ გორის სახელი და 10-იანი ჩემო მადლობა და ნიკოლოზ შეგენაცვალე მე და რაში მიგაცა ქულებს ვეძებ მეც მინდა ვთქვა რომ ეს სიმღერა ძალიან მოიხდინა ამ ადამიანმა და მე მომეწონა ნუ შესაბამისად რა ხარ მომეწონა კარგი ჯამრთელი 6-იანი არა და 10 ქულა გილოცავ ჩუხტარის ერთი წუთით არ გახვიდე ხმის რეჟისორს ბატონ გივის თხოვ ჩუხტაიჩის სიმღერა გაუშვას თავიდან ფონოგრამა თხოვ 1 2 3 გივი მადლობა შენიერი ხასიათი იყო და არ შეიძლებოდა ვცქმუტავდი ასე ვთქვა და ნახოთ ახლა ვარდენ სილაგავა რასი გაროჯეს აბა აგერა იხარეთ დიდხანს იცოცხლეთ მანამ გისურვებთ ლაღობას სანამ ცოლი არ მოიშლის ჯიბეში ხელის ჩაყოფას ჯიბეს ფული თუ არა გაქვს კაცსა და ღარო არ გიხა ირგვლივ ყველა მიგატოვებს ცარიელი და არ დიხარ თუ ფული გაქვს კაცი ქვია ქუდი ხურავს ნამუსის ქეიფობ და დროს ატარებ იცი ფასი ბახუსის ჰეი და ჰარალე თუ ფული გაქვს კაცი ქვია ქუდი ხურავს ნამუსის ქეიფობ და დროს ატარებ იცი ფასი ბახუსის ჰეი და ჰარალე იცი ფასი ბახუსის რასიზამბედის ჩარხი ვისთვის როგორ ტრიალებს უფლო კაც დაჩაგრავს და სულთლად გაატიალებს ზოგს ფული აქვს საში ფრინავს თავიჩიდი გონია მოგონება და სხვას დარჩება არც კი გაუგონია ჰეი და ჰარალე ზოგს ფული აქვს საში ფრინავს თავიჩიდი გონია მოგონება და სხვას დარჩება არც კი გაუგონია ჰეი და ჰარალე არც კი გაუგონია მოდი გოცებავება გაგვეცებით ერთი ქეიფის და დროსტარების მომენტია Ragad vinda goneba tu, dami bnelda goneba, arts gatsimat. Nizgers mkertshi gulia, ar meshleba katsoba da, აღარც სიყვარულია ჰეი და ჰარალე
ღარიბი ვარ მაგრამ სუფთა მიძღერს მყერჩი გულია არ მეშლება კაცობა და აღარც სიყვარულია ჰეი და ჰარალე აღარც სიყვარულია ჰეი და ჰარალე აღარც სიყვარულია ვარდენ სილაგავა არა უშავს ბატონო ვარდენ არაფერი ყველაფერი ხდება ზურა დავიწყოთ ბატონო ვარდენ არა უშავს ის სიტყვა აპირებდით კულისებში გასვლას ეგეთი რამეები ხდება და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და ბევრ პროფესიონალ მუსიკოს ემართება ძალიან დიდი მონდომება იყო ძალიან ესეთი კარგი ემოცია იყო და დაგიწერთ 900 კულა ბატონო ვარდენ ზურასგან პატა რიგითობით მიუყვეთ ამ შემთხვევაში ბატონო ვარდენ ძალიან მონდომებული დაიწყეთ მართლა დავეთანხმები ზურას და რა ვიცი ყველაფერი კარგი იყო ლამაზად მიდიოდა რომ არა ის რაც მოხდა და ის ცეკვების კარგი იყო ესე იგი ყველაფერი კარგი იყო ქორეოგრაფიაც მომეწონა ესე იგი ერთგულებაა და სიყვარულია ერთმანეთში ჩემო პაატარო კონკურსანტები ერთმანეთს გვერდით დავუდგნენ ძალიან მინდოდა რომ დამეწერა მაღალი ქულა მაგრამ ბოდის გიხდი ესეც მე მგონი 9 ქულა მადლობა პაატა ვახო 9-ს დაუწერ მეც ვარდენს იმიტომ რომ თვითონ ეთყობა ნაბახუსავი ვარ მე და ეს სიმღერა ძალიან ჩქარი იყო შემთხვევით და ცოტა ვერ დავეწია მაგრამ შვენივრად გამოვიდა წარმოაჩინა თავი ბატონმა ვარდენმა გილოცავთ 9 ქულა ვახოსგანაც და ნიკოლოს ამ შემთხვევაში თქვენ დაასრულებთ ბატონი ვარდენის შეფასება დიახ დიდი მადლობა ბატონო ვარდენს აქვს იმის მონაცემები რომ უფრო უკეთესად იმღეროს და ზოგადად ჩემი აზრით ამ შემთხვევაში არანჟირებაც არ იყო ალბათ ისეთ მე პროფესიონალები აქ შედან და უფრო უკეთესად იციან ეს ყველაფერი გელამ უკეთესად იცის კი ბატონო მე 9-ს დაგიწერ დღეს 9 ქულა ნიკოს ერთი წუთით ზურას უნდა რაღაცის თქმა მე წარმატებები მინდა გისურვოთ და უფრო უკეთესი სიმღერა შეარჩიეთ აი არანჟირებაშიც იმდენად გარბოდა სიმღერა რომ ცოტა რთული იყო თული იყო ჩაჯდომა თვითონ ამიტომ შემდეგში ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ მაგას როგორი სიმღერა გექნებათ დანარჩენი მონდომებული კაცი ხარ და წარმატებებს გისურვებ და ღმერთი გფაროთ აუცილებლად იმიტომ რომ შესანიშნავი ქულები დააგროვეთ გილოცავთ და მინდა გითხრათ რომ კონკურსანტი რომელსაც ახლა გამოვაცხადებ ბოლოა დღეისთვის და ქალბატონი ხათუნას შემდეგ გადაწყდება თუ ვინ დატოვებს ან ვინ დარჩება და ვინ გააგრძელებს საქართველოს ფანოხში ბრძოლა 100,000 ლარისთვის ასე რომ ქალბატონი ხათუნა მეგრელიშვილი ჩემი დანჯობა ენახა მან თბილისის მხვდროება შევახა ჩემი გულის ორად გამაპოვე გეფიცები ჩემო კარგო შენახა ჩემი გულის ორად გამაპოვე გეფიცები ჩემო კარგო შენახა ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამომიწოდე გაიმარჯვები წოდე ჩემო ბაშკაცო ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამომიწოდე გაიმარჯვები წოდე ჩემო ბაშკაცო
დაშორება გულით არ გამიხარდა მაგრამ დუდუქს გონესას ვერ ვათქმევინე ეს იცით რა არის ქალბატონო ხათუნა კონკურსია რა თქმა უნდა და სამწუხაროდ თავიდან ვერ დავიწყებთ მით უფრო რამდენადაც ფინალისკენ მივდივართ ამიტომ სამწუხაროდ უნდა შეფასდეს ისე როგორც იყო და პირიქით ალბათ უნდა რეაქტიურად და რაღაცნაირად გამომძვრალოთ და გავითვალისწინებთ თქვენ როგორც დაუშვათ ბატონი ვარდანის შემთხვევაში რა თქმა უნდა თავარია რომ იყო ფანტასტიკურად ვღერი ხარ და ძალიან კარგად გამოგდით ეს მელიზმები, ეს სიმღერა ძალიან მორგებული იყო ზუსტად. ნუ ნერვიულობთ. მე ვიცი, რასაც ნიშნავს, ეგ შეიძლება დაგაბიწყდეს ტექსტი. თქვენ უნდა გაგეგრძელებინეთ ჩვეულებრივად. ფანტასტიკურად ვღერი ხარ, ძალიან კარგი ხმა გაქვს და იმედი მაქვს, რომ მომავალ ტურში უკვე ესეთი რაღაცა არ დაგემართებათ. ამიტომ 9-იანს დავწერე. 9 ქულა გადასარევი, მადლობა ზურა, მადლობა, შესანიშნავი იყო. ვახო გისმენთ მე ბიჭებს ვეტყვი რომ ქალბატონი ხათუნა არის ძალიან სტაბილური მონაწილე, რომელიც ყოველთვის თავის თავს კარგად წარმოაჩენს. ნამდვილად არ არის სანერვული ქალბატონო ხათუნა. ეს არ არის ის შეცდომა, რომელიც თქვენ რაღაცას გადაგიწყვიტავთ. თქვენ ნამდვილად იქნებით ამ კონკურსში დამიჯერეთ და მე და ნინოს ისმეტებს და ნიკასიც ასევე ფავორიტი ხარ და ამიტომ მე ყველაფერთან ერთად ვიცი ახლა რასაც განიცდის, მაინც 10-იანს დაგიწერთ, იმიტომ რომ ბრავო. ძალიან მაგარი ქალბატონი ბრძანდებით. პირველ რიგში ესე იგი ყველა ვღელავთ რაღაცნაირად ძალიან კარგად დაიწყეთ სრული ესე იგი მთელი მოთმინებით და ვიტყოდი რუდუნებით გისმენდით მართლა და მე მოხდა ის რაც არ უნდა მოხდარიყო მაგრამ რა ვიცი მე მგონია მაინც რომ ეს ემოციის ბრალი იყო და ნერვებს აყევით ალბათ და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგად ვღერი ხართ და ამიტომ დავწერ 10-იანს. 10 ქულა, ბრავო. დიდი მადლობა და ნიკოლოზ, გისმენთ. კი ბატონო, მე თუ შეიძლება ვახოს საუბარს გავაგრძელებ, ასე რომ ვთქვა და ბიჭებს მინდა უთხრა რომ ეს ქალბატონი დღეს მოხდა რაღაც და შეიძლება მათ არ აქვთ ნანახი ამ ქალბატონის და მოსმენილი სიმღერა მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ეს ქალბატონი ღირსი არის იმისა რომ ეს შეცდომა არაფრად მივიჩნიოთ და პირადად მეც ვახოსაც ნინო დღეს აქ არ არის საპატიო მიზეზების გამო დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს ქალბატონი ვნახოთ შემდეგ ტურში. ამიტომ ჩემგანაც 10-იანი და იმედია ეს საკმარისი იქნება იმედია ამისათვის და მე წარმატებებს გისურვებთ ეს პატარა შეცდომა ყველას მოსდის ხოლმე იმედია მომავალში აღარ განმეორდება თორემ მე წავალდით და თქვენ დაგტოვებთ მე მინდა უთხრა კონკურსანტებს რომ აი ასეთი მსგავს შემთხვევაში ვერანაირად რაღაცნაირად უნდა ეცადოთ რომ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან აღარ იქნება ასე თავიდან დაწყება გასაგებია გვესმის ეს ყველაფერი მაგრამ ზუსტად ამიტომ არის ყველაზე კარგი პროექტი რომ აქ ადამიანები აკეთებენ ამ პროექტს ვისაც ჭეშმარიტი კეთილი გული უძგერს გულში და მადლობა ბიჭებო თქვენ ამ კარგი საქმეს. მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ხასიათზე რომ მოვიდეთ, ქუჩის ბიჭებს ვთხოვოთ სანამ ქულებს შევაჯამებდეთ ერთი სიმღერა რომ ხასიათზე მოგვიყვანონ. დიდი მადლობა მათ, ჩვენ კი სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით უკვე შედეგებით რა თქმა უნდა. It's
ვერას დროს ვერ შეგელები და ეს მართლაც ასეა ვიცი შემიცი ყოველთვის ნაგელოდები თვითონ ისე ვერთან ვარ როცა გიყურებ შენი თვალები სიყვარულიც ავსეა მე ვიცი ვერას დროს ვერ შეგელები და ეს მართლაც ასეა ვიცი დიდი მადლობა ქუჩის ბიჭებს არაჩვეულებრივი სიმღერისთვის, დიდი მადლობა რა თქმა უნდა ყველა კონკურსანტს და მოკლედ მე ვიცი რომ თქვენ ყველაფერი ზეპირად იცით, მაგრამ მინდა რომ ჟიურის წევრებს აუხსნათ თუ როგორ ხდება ჩვენთან ადამიანების გადარჩევა. ესე იგი, ქულები დაჯამდა, შესაბამისად უნდა ყოფილიყო 3 აუტსაიდერი, მაგრამ 3 ადამიანმა მოაგროვა ერთნაირი ქულა და შესაბამისად ერთი იყო კიდე ამაცე ნაკლები და გამოვიდა რომ 4 აუტსაიდერი ყავს. ერთი თქვენ უნდა გადაარჩინოთ პირდაპირ ქუჩის ბიჭებმა, რომელსაც თქვენი სრულისამებრ აირჩევთ. ჩემმა ვახუშტიმ და ჩემო ნიკოლოზმა უნდა დარტყმა მიიღოთ და ერთი გადაარჩინოთ თქვენ. ხოლო 2 დარჩენილი აუტსაიდერიდან ესეთი აჩვენეთ თუ შეიძლება მაყურებელს ესეთი კარგი ფირფიტები გვაქვს ფანოღის და თვითონ მონაწილეები მისცემენ სრულისამებრ იმ ადამიანს და შესაბამისად დავიწყოთ ძალიან მარტივია, ასე ვთქვათ, თავარია რომ აქ არ იყოს ნერვიულობა, იმიტომ რომ დამეთანხმებით ცხოვრება გრძელდება და ქართველი კაცს ყოველთვის სასიმღეროდ კონდეს საქმე. როგორც ჩვენთან ხდება, მაშ ასე პირდაპირ საქმეზე გადავარ ყოველგვარი ნერვიულობის მიუხედავად, მაინც მეც ნერვიულობ დამეთანხმეთ, 4 ადამიანი ყავს, რომლებმაც 36 ქულა მოაგროვა. ესენი გახლავან თინათინ მანუკიანი აპლოდისმენტ ეს ფონზე შალვა კასაბური ვარდენ სილაგავა 3 ადამიანი 36 ქულით და შესაბამისად ვაჟა მალვაციძე 33 ქულით. პირველ რიგში წარმატებები მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ მომდევნო ტურში ალბათ ჩვენ არ ვიქნებით და ვინც არ უნდა შეაფასოს, წარმატებები მინდა გისურვოთ, სულ გემღერებოდეთ, სულ ღმერთმა მოგცეთ სიყვარული, სიკეთე და წყალობა არ მოგაკლოთ. მონაწილეობაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, მერწმუნეთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა მიდის, ვიღაცა რჩება, ესე ვთქვათ,
ამ ესე ვთქვათ პროექტში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე და პაატამ ვილაპარაკეთ კულისებში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი შალვა დავტოვოთ ჩვენ ესე ვთქვათ. ბრავო! გილოცავთ ბატონო შალვა. ფანტასტიკურად იმღერა, უბრალოდ რეპერტუარის შერჩევის დროს იყავით ძალიან ყურადღებით და ფონოგრამის შერჩევის დროს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, ქუჩის ბიჭების არჩევანი გასაგებია, ვნახოთ ბუთქუნა და თამაზა რას შემოგთავაზებენ. დიახ, მე წარმატება მინდა უსურვო ყველას. პირველ რიგში ძალიან გთხოვთ და ყოველთვის ვამბობ ამას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შენიშვნები ნუ დავარქვეთ. მოდით ხოვნა დავარქვათ ამას, რომ გავითვალისწინოთ. აქაც ჩვეულებრივი კონკურსია ეს და ძალიან გთხოვთ ყველამ, რომ მეტი ყურადღებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ რაც უფრო მივდივართ, მით უფრო შესაბამისად თქვენი მხრიდანაც ჩვენც შედარებით უფრო მკაცრები ვართ და ყოველ ტურში ასე იქნება. შესაბამისად თქვენც უნდა გამოიჩინოთ მეტი მობილიზება. ეს არ არის რაღაც სამსახური, რომ მოხვალ, იმღერებ და წახვალ. აქ ცოტა მეტი ყურადღება უნდა, ჩემი თხოვნა იქნება ეს. ვინც გაითვალისწინებს ამას, ალბათ მოიგებს და ისევ თქვენთვის ვლაპარაკობ ამას პირადად, ჩემთვის მაგალითად ჩემი ნათესავი აქ არავინ არ დგას და ბიძაშვილი და ნეპოტიზმით არ ვარ გატაცებული ამ შემთხვევაში. მე და ახომაც ვისაუბრეთ და ჩვენ პროექტში ვტოვებთ, რა ვიცი, ყველაფერს გათვალისწინებით იმისთვის, ამისი რაღაცა ბატონი ვარდენი დარჩება. მიულოცოთ. გილოცავთ ბატონო ვარდენ, გილოცავთ, დაიკავეთ ადგილი და ქალბატონი თინათინი და ბატონი ვაჟა, რომელსაც თავად თავისი მეგობრები გადაწყვეტდნენ თუ ვინც დატოვებენ პროექტში. ასე რომ გთხოვთ ვაკო. და თუ შეიძლება სწრაფად მივყვეთ, რომ გთხოვთ. გიორგი, მიდი. მე მითხარი. აი ესე ვაჟა არჩევანი გააკეთეს თქვენზე, გთხოვთ. მოურჩით, ხო? მარტივად გადავთვალოთ 3, ვაჟას 4. ქალბატონო თინათინი, გთხოვთ. აი დღეს ასეთი ფინალი აღმოჩნდა საქართველოს ფანოხში. ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო ძვირფასო, ცხოვრება გრძელდება. ყველას გილოცავთ დანარჩენებს, მაყურებელს კი ვეთყვი. ყოველ შაბათ-კვირას ზუსტად 7 საათზე 10,000 ლარისთვის ბრძოლა გრძელდება. კომედია არსეგელოდებით, დროებით. ვიცოდი რომ ჩემს სიყვარულს გულში მალავდი, ამიტომაც ველებურად გაგითამამდი. სადღაც უხმოდ იკარგება გულის დარდები, კეფიცების სხვა შემსავი